ილია თოფურია. უბრალოდ თავდაჯერებული მებრძოლია თუ მტკიცებულება რომ რწმენა ქმნის რეალობას. იგივე, მე ყოველთვის აღვიქვავდი თავს როგორც მსოფლიო ჩემპიონს და ახლა როგორც ჩანს ვარ. მაგრამ ეს ისტორია არ იწყება UFC-ში. ის იწყება ათასობით წლის წინ, პატარა ბიჭით მაკედონიაში. ამ ბიჭს უთხრა ორაკულმა, რომ ის იყო ღმერთის ნაწილი და არც ერთ კაცს არ შეეძლო მისი მოკლა ბრძოლაში. მნიშვნელობა არ აქვს, ეს სიმართლე იყო თუ არა, მან დაიჯერა ეს. ის მიდიოდა ყოველთვის პირველი ყველა ბრძოლაში. დაიპყრო ცნობილი სამყარო, გადაურჩა 9 სიცოცხლისთვის საშიშ ჭრილობას. არა იმიტომ, რომ ის იყო ღვთიური, არამედ იმიტომ, რომ მან დაიჯერა ის იყო შეუხებელი. ამ რწმენამ განსაზღვრა, როგორ მოძრაობდა ის და მოძრაობამ შეცვალა ისტორია. ეს პატარა ბიჭი გახდა ალექსანდრე მაკედონელი. ათასობით წლის შემდეგ ბიჭი, რომელიც ცხოვრობდა ომისგან გადაღლილ საქართველოში, მიიღო იგივე გადაწყვეტილება. მაგრამ მას არ ჭირდებოდა ორაკული. მან მისცა მის თავს წინასწარმეტყველება. მე გავხდები მსოფლიო ჩემპიონი. ვედი და ცოტა გავეცანი რაც არის შერეული ორთაბრძოლა. რომ გავიცანი და უკვე რომ ვიკითხე პირველად რომელი იყო ყველაზე დიდი ტიტული ამ სპორტში და რომელსაც UFC-ს ხამარი მაშინვე ვიცოდი რომ ჩემს მისთან წინასწარ ხამარს ირგები. კი ბატონო, კი. და როგორც ალექსანდრე, ილიაც არ დაელოდა მტკიცებულებას. ის მოძრაობდა ისე, თითქოს ეს უკვე სიმართლე იყო. როდესაც 15 წლის ვიყავი, მე და ჩემი ძმა წავედით მამასთან სასაუბროდ და ჩვენ მას უთხრით: "ჰეი, მამა, ჩვენ აღარ გვინდა წავიდეთ სკოლაში, მაგრამ ჩვენ მართლა გვინდა ვარჯიში და ჩვენ ვივლით ყოველდღე ჯიმში. ჩვენ ვივარჯიშებთ, რადგან ჩემი ოცნება იყო, რომ მებრძოლა UFC-ში." ის უბრალოდ არ ოცნებობდა ქამარზე. მან დაიწყო მოძრაობა ისეთი კაცივით, ვინაც უკვე მოიგო ის. დაწვა უკან დასაბრუნებელი გემი, ნაბიჯები, რომლებიც წარმოუდგენელი ჩანდა. განსაკუთრებით ქვეყანაში, სადაც არავის გაუკეთებია ეს MMA-ში. მას არ ჰქონდა მტკიცებულება, რომ მას შეეძლო წარმატება. არანაირი გზის რუკა, არანაირი მისაბაძი ადამიანები, მაგრამ მაინც ბოლომდე გარისკა. და სწორედ ასეთი რწმენა ქმნის სამყაროს შენს გარშემო. ეს არის როგორც სამყარო მუშაობს. ყველა სხვა რამეს უნდა უთხრა უარი და ერთზე უნდა შეჩერდე. ილიამ უბრალოდ არ თქვა. მან გააქრო გასასვლელი, არანაირი უკან დაბრუნების გეგმა. ეს არის, როდესაც შენ ხარ ყველანაირად საქმეში, არ იმედოვნებ, არამედ ხდები. და ეს არის იგივე ენერგია, რაც შენ გაქვს ნანახი ფილმ თენეტში. პროტაგონისტი დაჭერილია და აწამებენ ინფორმაციისათვის, მაგრამ ის უარყოფს გამოტეხვას იმის ნაცვლად, რომ დათმოს ყველაფერი, ის იღებს სუიციდურ აბის. მაგრამ ეს სცენა არ არის სიკვდილზე. ეს რაღაც უფრო ღრმა მესიჯზეა. მე ვარ საქმეში იმის მიუხედავად, თუ ეს დამიჯდება ყველაფრად. ეს არის ზღვარის გადაკვეთა იმის შორის, ამბობდე გჯერა და ამტკიცებდე მას. ერთგულების განცხადებასა და მის რეალურად განხორციელებას შორის. ის საავადმყოფოში იყვიძებს და გაოგნებულია, როცა იგებს, რომ აბი ყალბი იყო. ყველაფერი მხოლოდ ტესტი იყო იმის დასადგენად, შეიძლებოდა თუ არა მისთვის მსოფლიო სამაშველო მისიის ნდობა. ილიას არ ჰქონდა მტკიცებულება, რომ მას შეეძლო გაეკეთებია ეს MMA-ში, მაგრამ ის იყო ყველანაირად საქმეში, ნებისმიერ შემთხვევაში თითქოს ეს გარანტირებული იყო. ეს არის რწმენა, რომელიც არ მიყვება რეალობას, ის აბრუნებს მას. ტენეტში CIA მას მეცნიერს აცნობს, ვინაც გაარღვია რეალობის გაგება. უახლესი გაუმჯობესებული იარაღი ისვრის ტყვიებს შებრუნებულად. და ეს არის სადაც ილია თოფურია იძენს უპირატესობას დანარჩენ მებრძოლებთან შედარებით. იმიტომ რომ მან თითქოს უკვე იცოდა ის, რის გააზრებასაც პროტაგონისტი უხოლოდ ახლა იწყებდა. მაშინ როცა მსოფლიო წინ მოძრაობდა, ილია მოძრაობდა დასასრულიდან. არსებობს ორი ტიპის ადამიანი. ისინი, ვისაც ჯერათ მხოლოდ მაშინ, როცა დაინახავენ. და მერე ვართ ჩვენ. ისინი, ვინც ჯერ იჯერებენ და შემდეგ ხედავენ. უმეტესი ჩვენგანი ცხოვრობს ერთი წესით. მიზეზი მოდის შედეგამდე. ჩვენ ვაფუძნებთ ჩვენს რწმენას იმაზე, თუ რა ვნახეთ წარსულში. რწმუნებულებები, შედეგები, მაგრამ რა მოხდება თუ ეს იმუშავებდა სხვა გზით? რა მოხდება თუ რწმენა არ არის რაღაც, რაც გამომუშავდება გარემოდან, არამედ რაღაც, რაც აყალიბებს შენს გარემოს? რა მოხდება თუ რწმენა ქმნის იმას, რასაც ხედავ? ეს არის რის გაგებასაც იწყებს პროტაგონისტი და ეს არის რითაც ილია თოფურია ცხოვრობს მისი მთელი ცხოვრება. ახლა მეცნიერება ძლივს ხსნის ამას, რადგან აღმოჩნდა, რომ რწმენა მხოლოდ შენს გონებაში არ არის, ის შენს ბიოლოგიაშია. შენი სხეული მართლა პასუხობს იმას, რისიც შენ გჯერა, რომ სიმართლეა. ამას ეწოდება ეპიგენეტიკა. პლაცებო ეფექტი ამტკიცებს, შენ შეგიძლია მიიღო შაქრის აბი, მაგრამ თუ გჯერა, რომ ის განკურნავს, შენი სხეული დაიწყებს საჭირო ნივთიერების გამოყოფას, რომ ეს მოხდეს. ეს არის შებრულების ეფექტი. განკურნება მოდის მიზეზამდე. მედიცინა შენ სხეულში პასუხობს იმას, რისიც შენ გჯერა.
შენი რწმენა არის პლაცებო, რისიც შენ გჯერა, შენი სხეულით შეესაბამება. და ეს არის ზუსტად ის, რასაც ილია თოფურია აკეთებდა. ის არ ელოდებოდა ქამარს, ის არ ელოდებოდა მტკიცებულებას. ჯერ თვითონ ირწმუნა, რომ სოფლიო ჩემპიონი იყო და მერე მისმა სხეულმაც მიბაძა. ჯო როგანმა თქვა, მებრძოლები ხდებიან 30%-ით უკეთესები იმის შემდეგ, რაც მოიგებენ ქამარს. რატომ? რადგან მტკიცებულება აუმჯობესებს მათ რწმენას და რწმენა აუმჯობესებს მათ სხეულს. მათ რეფლექსები უმახულდებათ, გადაწყვეტილებების მიღება უუმჯობესდებათ, მაგრამ ილიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მას არ სჭირდებოდა ქამარი, რომ დაეჯერა. მან დაიჯერა ჯერ და მისმა სხეულმა დაიწყო მოქცევა, თითქოს მას უკვე ჰქონდა. 18 წლის ამ თქვი. მე ვარ საუკეთესო მსოფლიოში და დროის საკითხია, სანამ ამას დავამტკიცებ. მე მჯეროდა ამის, რომ მქონდა ყველა უნარი ამის დასამტკიცებლად. ის იყო მხოლოდ 2-0-ზე პროფესიონალურში, როდესაც იყო 18 წლის. არა ტიტული, არა ყურადღება, მაგრამ მის თავში ის იყო მართლა საუკეთესო მსოფლიოში. ის არ ელოდებოდა მტკიცებულებებს იმისთვის, რომ დაემტკიცებინა მართალი იყო. მას სჯეროდა მანამ, სანამ მას ექნებოდა მტკიცებულება. მაგრამ ეს რწმენა არ მოსულა არსაიდან. მან ავარჯიშა ეს რწმენა მანამ, სანამ ის ქვეცნობიერში არ დამკვიდრდა. თუნდაც მანამდე, სანამ ის UFC-თან კონტრაქტს მოაწერდა ხელს. ის დადიოდა, საუბრობდა და ბრძოლობდა როგორც მსოფლიო ჩემპიონი, რადგან მისი გონება იქ უკვე იყო. წლების მანძილზე განმეორებითი ვიზუალიზაციის წყალობით, მომენტის დანახვით, მისი შეგრძნებით პროგრამირდებოდა მისი სხეული მომავლისთვის, რომელიც ჯერ არ მოსულა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველაფერი მაქვს, რაც მინდა, იცი? ყველაფერი, რაზეც ოდესმე მიოცნებია. და ვგრძნობ იმ განცდას, როგორ ვიგრძნობდი თავს, რომ ყველაფერი, რაზეც მიოცნებია, უკვე ჩემს ცხოვრებაშია, ხო? აი რა არის მთავარი. სხეულს არ შეუძლია გაარჩიოს რა არის ნამდვილი და რა არის ძალიან ნათლად წარმოდგენილი. და ილიამ ეს ბოლომდე თავის სასარგებლოდ გამოიყენა. მან თავის ტვინს ეს ფილმი ბევრჯერ უჩვენა კიდევ და კიდევ. მანამ სანამ მისი შიდა სამყარო არ გახდა უფრო რეალური, ვიდრე გარე სამყარო და მისმა ქმედებებმა სცენარის მიხედვით დაიწყო სვლა. ღმერთო, თქვი კიდეც, სავარჯიშო, რომელსაც ვიყენებ, არის ვიზუალიზაცია. მე ყოველთვის ვცდილობ ვიზუალიზაციას. რამდენად შორს მინდა რომ მივიდე, რა მინდა მქონდეს. და ასე ჩემი ტვინი, ჩემი ბუნებრივი ინსტინქტი, ბუნებრივად პროგრამირდება და ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში ვაკეთებ, მიმიყვანს იქამდე. და რადგან მას ჯეროდა ამის ძალიან ხრმად, მისმა სხეულმა დაეწყო ადაპტაცია. ის არ ელოდებოდა, რომ მთელი მსოფლიო მას ჩემპიონად გამოაცხადებდა. ის ცხოვრობდა თითქოს ის უკვე იყო. ის არ იყო ქამრის დევლაში, ის ეწყობოდა იმ ვერსიას, სადაც უკვე ჰქონდა, თუნდაც რინგის გარეთ ყოფნისას ის იღებდა გადაწყვეტილებებს, როგორც მსოფლიო ჩემპიონი. დიდი ხნით ადრე, ვიდრე მსოფლიო მას ერთიანად აღიქვამდა. როდესაც ილია იყო 24 წლის, ის იყო 7-0-ზე და Brave FC-ს ჩემპიონი. თუმცა ბევრისთვის ის უბრალოდ კიდევ ერთი უცნობი იყო B-კლასის პრომოუშენში. მაგრამ ილია მიცოდა ის იყო საუკეთესო მსოფლიოში. მე ვხვი თავს საუკეთესოდ ყველაზე. უბრალოდ მჭირდება კიდევ ცოტა დრო რომ გაჩვენოთ ეს. ასე რომ როცა UFC-მ დაურეკა და მისცა შანსი მხოლოდ 8 დღით ადრე სრული მომზადების გარეშე, როდესაც მას ჰქონდა COVID-ი, მას არ შეეშინდა, მან თქვა კი, რადგან ამ დროისთვის მისი რწმენა არ იყო მხოლოდ მის გონებაში. ის მის სხეულში იყო და ხელმძღვანელობდა მის არჩევანს. და შენ თუ მართლა საუკეთესო ხარ მსოფლიოში, რა მნიშვნელობა აქვს გარემოებებს? არ მაქვს პრობლემა. თუ ვიტყვი მე ვარ საუკეთესო მსოფლიოში, საუკეთესო მსოფლიოში შეუძლია ებრძოლოს ნებისმიერს. შემდეგ ფიქრდები და ვიცი რომ საუკეთესო ვარ. ასე რომ ვიბრძოლებ თუ არა ქამრისთვის. ის იქცეოდა ისე, როგორც ჯეროდა, რომ უკვე იყო, მაგრამ გაითვალისწინე. ეს იყო უდიდესი რწმენის ნახტომი. თუ ის წააგებდა, ყველაფერი თავდაყირად ადგებოდა. ეს გააჩერებდა მის დინამიკას და დახურავდა კარს, სანამ ის სრულად გაიღებოდა. ფილმში ტენეტი პროტაგონისტს ეძლევა მისი საკუთარი რწმენის ნახტომი. მას დაევალა მძიმედ შეიარაღებულ ობიექტში შეღწევა, რომ მოეპოვებინა პასუხები იარაღების მიმწოდებლიდან. მას არ ჰქონდა გარანტიები და არანაირი უკან დაბრუნების გეგმა. მას უბრალოდ ჰქონდა თოკი, კედელი და ახტომის დავალება. არა დაბლა, არამედ მაღლა, უცნობი მიმართულებით. მან არ ითხოვა დამატებითი დრო. ის არ დაელოდა, რომ ეგდნო მზადყოფნა. ის უბრალოდ ახტა და ეს არის ზუსტად რაც ილიამ გააკეთა. როდესაც UFC-მ დაურეკა 8 დღით ადრე ყველანაირი მომზადების გარეშე და კიდევ ჯანმრთელდებოდა COVID-ისგან, უმეტესი მებრძოლები იტყოდნენ არას. ისინი დაელოდებოდნენ უკეთეს დროს და უკეთეს სიტუაციას. მაგრამ ილიას არ სჭირდებოდა სრულყოფილი გარემოებები. მას არ სჭირდებოდა ქამარი. მის წელზე რომ მოქცეულიყო როგორც ჩემპიონი, ის უკვე იყო. სოფლიოს უბრალოდ ჯერ არ შეეძლო ამის დანახვა.
ჯო დისპენზია ეძახის ამას, იმოქმედო შენს გარემოზე წინასწარ. იცხოვრო, მომავლიდან, არა წარსულიდან, მოიქცილ ისე, თითქოს შედეგი უკვე რეალურია. სოფლიოს ჩემპიონი არ ეჭვობდა, შიშთან მოლაპარაკებებზე არ მიდიოდა. ის აიღებდა ბრძოლას, მნიშვნელობა არ ჰქონდა დროს, რადგან სიღრმეში მან იცოდა, მე ვარ საუკეთესო მსოფლიოში და მე შემიძლია ვაჯობო ნებისმიერს, თუნდაც ჩემს ყველაზე ცუდ დღეს. ასე რომ ის გადახდა, მან აიღო ბრძოლა, რადგან ის არ იქცეოდა იქიდან სადაც იყო, ის იქცეოდა იქიდან საიდაც მიდიოდა. და ის მოიგებდა, არა მარტივად, არა იდეალურად, მაგრამ მტკიცედ. მან ძლივს მოიგო გადაწყვეტილები, მაგრამ ამან გახადა ის უფრო ძლიერი, რადგან ილია უბრალოდ არ მოიგებდა ბრძოლას, ის უმტკიცებდა რაღაც უფრო რმას მის თავს. იმდენადაც კი, რომ როდესაც ის იყო ავად, გზავრობით დაღლილი და მოუმზადებელი, მას მაინც შეეძლო მოეძებნა გზა გასამარჯებლად. მისი რწმენა არ შეირყა, ის გაძლიერდა. მაგრამ აქ არის მთავარი რწმენის შესახებ. როდესაც შენ აუმჯობესებ შენს იდენტობას, შენი ძველი თავი იბრძოლებს, რომ გადარჩეს. პროტაგონისტმა ისწავლა ეს რთული გზით. ის მიდის კოლიდორში და შეეფეთება მის ყველაზე მოულოდნელ მტერს, მის თავს. პროტაგონისტის შემდეგი მისია წაიყვანს მას უსაფრთხო აეროპორტის კომპლექსში. ის იქ არის, რომ მოიპაროს გაყალბებული ხელოვნების ნიმუში, რომ მივიდეს ახლოს მასთან, რომელიც შეიძლება ცდილობდეს, რომ გაანადგუროს მსოფლიო, მაგრამ ქურდობისას რაღაც უცმაური მოხდება. ის წააწყდება მას კი ან კაცს, რომელის მოძრაობაც არალოგიკურია. ყველა ნაბიჯი არის წინასწარ განსაზღვრული, ყველა დარტყმა გათვლილია. რამდენიმე წუთით ადრე ის ადვილად გადაადგილდებოდა მოწინააღმდეგეებს შორის, მაგრამ ახლა ის უუნაროა, პასუხობს დარტყმას დარტყმით, იმავე სტილით, როგორც ის მოძრაობს. ის ვერ აცნობიერებს, რომ არ ებრძვის უბრალო ვინმეს, ის ეჩხუბება მის თავს მომავლიდან. ტენეტში ეს სცენა არ არის უბრალოდ ექშენი. ეს მეტაფორაა, რადგან როდესაც შენ იწყებ გარდაქმნა შენ საუკეთესო ვერსია, ძველი ვერსია არ წავა ჩუმად. ის იბრძოლებს გადარჩენისთვის. ილიასთვის ეს მოხდა ჯეი ჰერბერტის წინააღმდეგ. ჰერბერტი არ იყო არავინ, მაგრამ ილია ხედავდა უბრალოდ შემდეგ საფეხურს წისვლისკენ. ვიღაც ვინც არ იყო მისი დონე, მან არ შეაფასა ის და შემდეგ ჰედკი კი მოხდა. სუფთა, მოულოდნელი, აგრესიული. ილია შეარყიეს და აგდეს. გაუნძრევლად ზის რინგში, შოკირებული. მას ჰქონდა რწმენა ის იყო საუკეთესო, მაგრამ ამ მომენტში მისმა სხეულმა არ დაიჯერა ეს. ის დაპანიკდა. ჩემს თავს იმას უმეორებდი, რომ არა. რომ ვერ ვეგუებოდი მაგ მომენტს. სიცოცხლის ინსტინქტებმა დაიწყო მოქმედება. დავნებდები და ვიცხოვრებ, რომ ვიბრძოლო სხვა დღეს? ეს იყო, რასაც მისი ემოციები ეუბნებოდნენ მას. ზის რინგზე და რეალობა თანდათან ეცემა თავს. ეს იყო წინააღმდეგობა. ჯო დისპენზია ასწავლის ამას. როდესაც დაიწყებ ცხოვრებას როგორც მომავალი თავი, შენი წარსული ვერსია ჩავარდება პანიკაში. არა იმიტომ, რომ ეს ბოროტება, იმიტომ, რომ ის კვდება და არც ერთი ნაწილი შენში არ მოკვდება ბრძოლის გარეშე. ამ ბრძოლას იზახიან წინააღმდეგობას. შენ ვესე შენ. როცა ის ვინც შენ ხდები, ეჯახება იმას ვინც ადრე იყავი. შენ გაქვს ეს ნანახი წონის კლებისას, ადამიანების 95%, რომლებიც წონას ikleven, იბრუნებენ მას უკან, რადგან თუნდაც გარედან სხვა იქცნენ. ისინი ბრძოლობენ მათ ძველ ვერსიასთან შიგნით და ამ წინააღმდეგობის ბრძოლაში ვერსია, რომელიც მოიგებს, არის ის, რომელიც არის ყველაზე ფესვებგადგმული, მაგრამ ილიაში ვერსია, რომელიც იყო ყველაზე ფესვებგადგმული, არ იყო მისი წარსული, ეს იყო მისი მომავალი. ჩემს თავში აზრი ასეთი იყო. უბრალოდ ვერ დავმარცხდები იმ ადამიანთან, რომელთანაც ვიცი, რომ ბევრად უკეთესი ვარ. ტექნიკურად, მენტალურად, სულიერად. არა, ვერავინ დამამარცხებს. როგორღაც წამოდგა და ჰერბერტთან ჭიდაობდა, იმდენ ხან სონამ გამოჯამთელდებოდა. გაიყვანა დრო და შემდეგ რაუნდში ის დაბრუნდა და გულისცემა შეუწყვიტა. ეს გამარჯვება ჰერბერტის წინააღმდეგ არ იყო. ეს იყო ილია თოფულიას თავზე გამარჯვება. დაამტკიცა ის იყო ზუსტად, ვისაც ამბობდა რომ იყო. წინააღმდეგობა არის სამყაროს გზა კითხოს. მართლა ის ხარ, ვისაც ამბობ რომ ხარ და ამ მომენტში სიმართლის იმ წამს შენს ქვემოთა ცნობიერებას ვერ გაურბიხარ. ის გაძლებს იმ ფიქრებს, ინსტინქტებს და ემოციებს, რისიც სინამდვილეში გჯერა შენ შესახებ. ილიამ თითქმის უგონოდ ყოფნის მიუხედავად იცოდა პასუხი. ის მოქმედებდა იმ პიროვნებით, რომელიც უკვე დააინსტალირა საკუთარ თავში. მისი ვერსია, ვინაც უკვე იცოდა, ის იყო საუკეთესო მსოფლიოში, ის იყო, ვინც გამოჩნდა და ამ რწმენამ გამოძერწა ყველაფერი. ქლიანობაში ბრძოლების შერჩევის სტილიც. როდესაც მებრძოლების უმეტესობა თამაშობდა უსაფრთხოდ და ეძებდა მისთვის საუკეთესო შეხვედრებს, ილიას არ აინტერესებდა. ყველას, ვინც არის რანგში, არ გამომიწვიოთ, მე დავთანხმდები. ის იქცეოდა როგორც მისი მომავალი ვერსია, საუკეთესო მსოფლიოში ებრძოლება ნებისმიერს.
არა უბრალოდ კარგ მეტოქეებს. ილიას შემდეგი მეტოქე იყო ბრაისი მიჩელი. ამ დროისთვის მიჩელი იყო 14-0-ზე, როდესაც ილია იყო 13-0-ზე. ეს იყო შეჯახება სპორტის ორი ყველაზე პერსპექტიულ ვარსკვლავს შორის, საერთო ჯამში 27-0-ზე. რომელიღაცის ნული გაქრებოდა და მათ მისცეს მთავარი ივენთის სპოტი. ეს იყო ილიას პირველი დიდი მომენტი. აღარანაირი ჩუმის ზრდა რანკებში. ეს იყო გამოკვლევის ადგილი მთავარი დაპირისპირება. ბრაისი ცნობილი იყო მისი დისტანციის დაკავებით. შემდეგ გათრევს ღრმა წყალში, მაღალ დონეზე ჭიდაობით. პროტაგონისტისთვის ტენეტში ეს მომენტი მოხდა სამზარეულოში მტრებით გარშემორტყმული უცხო ტერიტორიაზე. როგორც ილია, თავარი ივენთი ამერიკაში ამერიკელი პატრიოტის წინააღმდეგ მის სახლში. სიუჟეტი მარტივი იყო. ბრაისი იყო უკეთესი მოჭიდავე, ილია უკეთესი სტრაიკერი. და პროტაგონისტისთვისაც სიუჟეტი მარტივი იყო, ის იყო უმცირესობაში უიარაღოდ და მთლიანი განადგურების პირას. არც ერთმა მათგანმა არ შეასრულა დაგეგმილი სცენარი. პროტაგონისტმა მშვიდად გაანადგურა მთელი დამნაშავეების ჯგუფი. და ილიამ მშვიდად გაანადგურა ბრაის მიჩელი. შეემატა ფეხის დარტყმები იარაღს, რათა შეემცირებინა მოწინააღმდეგის მოძრაობა. მათი დავალება იყო პროტაგონისტის მკვდარი სხეულის გადაგდება უკანა კარიდან, მაგრამ ამის ნაცვლად ის გამოდის უმნებელი. ილიას არ უნდა შეძლებოდა ბრაისის ჭიდაობის გამკლავება, მაგრამ ამის ნაცვლად მან გადაიყვანა ის მიწაზე და დაასაბმითა მარტივად. ეს არის რაზედაც ჯო დისპენზია საუბრობს. როდესაც შენი რწმენა არის ფესგადგმული საკმარისად ღრმად, შენ აკონტროლებ რეალობას. ილია არ ჩხუბობდა იმაზე დაფუძნებით თუ რა ჯეროდა ბრაის მიჩელი ვინ იყო. ის ჩხუბობდა იმაზე დაფუძნებით თუ რა ჯეროდა თვითონ ვინ იყო. იმის შემდეგ რაც დაამარცხა ბრაის მიჩელი, ის შეხვდა ჯოშ ემეტს. ემეტი უბრალოდ არ ამარცხებდა მოწინააღმდეგეებს. ის მათ ნოკაუტში აგდებდა. 19-3-ზე და ბირთვული ძალით ორივე ხელში. ილიას ჰქონდა სუფთა უპირატესობა ჭიდაობაში, მაგრამ ჭიდაობის ნაცვლად გააკეთა საპირისპირო. მან მთლიანად იმუშავა თავის ბოქსინგზე. ჩვენ მუშაობდით ბევრს ჩემს ბოქსინგზე. რადგან მას აქვს ძლიერი ძალა ორივე ხელში, მაგრამ მხოლოდ ეს არის რაც აქვს. მე ვარ მასზე უკეთესი ჭიდაობაში, მიწაზე, თუნდაც სტრაიკინგში. ილიას ჰქონდა უპირატესობა ყველგან, ჭიდაობაში, სადმიშენში, მაგრამ ემეტთან ბრძოლაში ის ფოკუსირდა ბოქსინგზე. არა იმიტომ რომ ჭირდებოდა, იმიტომ რომ მის ვერსიას, რომელიც იყო მსოფლიო ჩემპიონი, ჭირდებოდა ეს სკილი, რომ ყოფილიყო იდეალური. ის არ ვარჯიშობდა ემეტისთვის, ის ვარჯიშობდა რომ გამხდარიყო უკეთესი თავის ვერსია. ეს არის რასაც ჯო დისპენზია გვასწავლის. შენ არ ელოდები, როდის გახდები შენი მომავალი ვერსია. შენ ცხოვრობ იქ ახლა. ამ ტიპის გადაწყვეტილებისთვის ცეცხლში შესვლა ისე რომ არ შეგეშინდეს, უფრო მეც ითხოვს ვიდრე უბრალო უნარს. ის ითხოვს იდენტობას. აქ იწყება გზაჯვარედინი, რადგან ეს ბრძოლა მისი ავტობანის სცენა იყო. ტენეტში პროტაგონისტი მანქანი დევნაში მონაწილეობს, სადაც დრო წინაც მოძრაობს და უკანაც ერთდროულად. მტრები მოდიან დროიდან, რომელსაც ის ვერ იკებს, მაგრამ ის არ იყინება, ის ადაპტირდება. არა იმიტომ, რომ მან იცოდა ყველა დეტალი, არამედ იმიტომ, რომ მას სჯერა, რომ რეალურ დროში გამოსავალს იპოვოს. როგორც ილია, მან არ იცოდა ემეტის ბრძოლა როგორ განვითარდებოდა ყოველი დეტალის მიხედვით, მაგრამ მან შეაბიჯა ცეცხლში, რადგან მას ჯეროდა ვინც იყო. მებრძოლი, რომელიც თამაშობს მაღალ სიჩქარეზე ჭადრაკს, ქაოსში იღებს გადაწყვეტილებებს იმაზე სწრაფად, ვიდრე ემეს შეუძლია რეაგირება. ეს არ არის უბრალოდ თავდაჯერება, ეს არის იდენტობა. როდესაც შენი იდენტობა ფესვგადგმულია მომავალში, წყვეტ რეაგირებას მიმდინარე მომენტზე. შენ იწყებ ლიდერობას. ილია ურტყავდა შეუჩერებლად ემეტს, მან დისტანციის მართვა სრულყოფილად შეისწავლა. ის პოკეტში შედიოდა და გადიოდა ოპერაციის სიზუსტით. მანძილში შედიოდა და გამოდიოდა ისე, რომ საფრთხე ვერ შეეხებოდა. ეს უბრალოდ ჩხუბი არ იყო, ეს იყო მოძრაობის სრულყოფილება, მაღალ სიჩქარეზე ჭადრაკის თამაში ყველაზე მაღალ დონეზე. და ილია ყოველთვის ორი ნაბიჯით წინ იყო. მან გამართა მასტერკლასი და გაიმარჯვა 50-ით 42-ზე ანგარიშით. სრული დომინირება. მისი შემდეგი ეტაპი იყო სატიტულო ბრძოლა. ამ დროს ილიამ მიიღო ეს მისი სატიტულო ბრძოლა. ის ჩემპიონად გახდომას არ ცდილობდა. ის უკვე ჩემპიონი იყო და ახლა უბრალოდ ეს რეალობაშიც მოდიოდა. მე უკვე ვნახე ეს ყველაფერი. ყველა ეს მოძრაობა ჩემს თავში. იცი, ეს უბრალოდ დროის საკითხია, რომ ყველაფერი რეალობად ვაქციო. ის იყო აქ მანამდე, არა ფიზიკურად, მაგრამ შიგნიდან ის ამას ხედავდა. შეიგრძნობდა, ცხოვრობდა. მან შეცვალა მისი ინსტაგრამის ბიო, სანამ ის იბრძოლებდა. ის არ ელოდებოდა კამარს. ის უკვე ამ იდენტობას ფლობდა და რეალობა უბრალოდ ეწეოდა ამას. ეს არის რაც პროტაგონისტმა გაანალიზა ტენეტში. ის ბრუნდება უკან, ადგილზე, სადაც ის უკვე იყო. ის მოძრაობდა უკან, დროში
და მალევე გაანალიზებს, ის არის მასკიანი კაცი, რომელიც ადრე ნახა, მაგრამ ამ დროს ის აქ უკვე იყო მანამდე. ის ახვევდა მომენტს, სადაც უკვე იცხოვრა. ეს არის მეტაფორა დროის ხაზის კოლაფსზე. წარსული, აწმყო და მომავალი არ არიან განცალკევებულნი. ისინი გახმდნენ ერთი. ეს ჟღერს გიჟურად, მაგრამ აი რა მოხდა? მისმა მომავალმა ვერსიამ აქ უკვე იცხოვრა, რადგან ის უკვე იყო. მან იცოდა მისი წარსული ვერსია მოიგებდა. ეს არის რასაც ჯო დისპენზია ეძახის. იდენტობა პირველი, რეალობა მეორე. პროტაგონისტი გახდა ადამიანი, რომელიც მოიგებდა მანამ, სანამ ბრძოლა საერთოდ მოხდებოდა. როგორც ილია, ის გახდა ჩემპიონი მის გონებაში დიდი ხნით ადრე, ვიდრე ის შეაბიჯებდა რინგში. მან წარმოიდგინა ეს. მან დაიჯერა და ის უკვე გახდა ვერსია თავის, რომელიც იყო მსოფლიო ჩემპიონი. როდესაც გავწევრიანდი, მე დავწერე UFC-ს მსოფლიო ჩემპიონი და შემდეგ ვთქვი როგორ ეს არ არის მომავალი, ეს უკვე აწმყოა და მე მქონდა შესაძლებლობა. მე ვიმუშავებდი ძლიერად, რადგან მისთვის აღარ იყო დარჩენილი არც ერთი ბარიერი გადასალახი და ახლა მსოფლიოს უნდა ენახა ის, რაც მან უკვე იცოდა. საბოლოოდ დადგა ის წამი, როცა სიმართლე უნდა გამჟღავნებულიყო. UFC 298 ვოლკანოვსკი versus თუფურია. როგორც პროტაგონისტის საბოლოო მისია ყველაფერი ისე ვითარდებოდა, რომ უკან საწყის წერტილამდე ბრუნდებოდა, რომ შეესრულებინა მისი მისია პროტაგონისტს უნდა გაეკეთებინა რაღაც, რაც არ ღვევს ლოგიკას. მას უნდა ემოძრავა უკან და წინ ერთდროულად. ორი გუნდი, ამას ეწოდება დროის დევნა ორივე მხრიდან. სტრატეგია იყო წარსული და მომავალის გაერთიანება ერთ მიზანში, რაც ქმნის განუხრელ და ძლიერ საბოლოო შედეგს. ილია წინ იყო თავის დროზე, მაგრამ ფესვადგმული აწმყოში. ის არ ცდილობდა დაემტკიცებინა რამე. ის ნებას აძლევდა რეალობას დასწეოდა მის შიდა სამყაროს. და ეს ხდებოდა თავისით. ილიას არ დაუწყია როგორც მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ ყველა ბრძოლა მის სულში ახალი ფენა ააგო. როდესაც ის ბრძოლობდა ჯაი ჰერბერტთან, ის დაუჯერებლად ენდობოდა თავის ძალას და მზად იყო ყველაფერი მიიღო და ასევე გაეცა. ამ ბრძოლამ მას ასწავლა, რომ დაუფიქრებელ ქმედებას დიდი ფასი აქვს და აიძულა გამოემუშავებინა მტკიცე თავდაცვა. როცა ბრაის მირჩელს დაუპირისპირდა, მუდმივად მოძრავ მეტოქესთან საბრძოლველად დახვეწა ფეხის მუშაობა. ზუსტად აკონტროლებდა სივრცეს და ლეხკიკებით აფერხებდა მის მოძრაობას. როდესაც ის ეჭხუბა ჯაშემეთს, ის შეხვდა საშიშ ძალას, ამიტომ მან დახვეწა დინსტანცია, შესვლა და გამოსვლა. ყოველი მეტოქე იყო როგორც საჭრეთელი, კვეთ და მას ის საბოლოო ვერსია. მაშინ, როდესაც ის შეხვდა ვოლკანოვსკის, გრძნობდა, რომ სამყარო სპეციალურად არჩევდა თითოეულ გამოწვევას მისთვის. თითოეულმა მათგანმა ის მიიყვანა მისი თავის ვერსიამდე, ვინც მართლა იყო საუკეთესო მსოფლიოში. სწორედ ასე თითქოს მისი ურყევი რწმენა, რომ საუკეთესო იყო მსოფლიოში, ამას ბიძგს აძლევდა. ის თავისი ძალით აიძულებდა რეალობას ახალი ფორმა მიეღო, რომ გამხდარიყო მისი რწმენა რეალური. გაკვეთილები, რომელიც მან წარსულში ისწავლა, შეხვდა მისი მომავლის რწმენას. ახლა აწმყოში ყველა ოპონენტი, ყველა გაკვეთილი, ყველა განვითარება სრულად მიმართული იყო ილიას იმ ვერსიისკენ, რომელიც ის გახდა. გარედან ჩანდა, რომ ის უბრალოდ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მაგრამ შიგნიდან ის უკვე იყო და რეალობა უბრალოდ ეწეოდა. ყოველთვის არის ფასი. ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს დროის საკითხია. რეალობა დაეწია, ილიამ მიიღო ქამარი. რაიმე შეცვალა? რა შეიცვალა იმის შემდეგ, რაც შენ ეს ქამარი მიიღო? არაფერი. ყოველთვის მქონდა. არაფერი არ შეცვლილა ჩემში შიგნით. არაფერი მე ყოველთვის ვიძულობდი როგორც საუკეთესოს მსოფლიოში. რა მოხდება თუ გარე სამყარო უბრალოდ ანარეკლია დროის დაგვიანებით შინაგანი სამყაროსი? ეს არის, რასაც ყველა საუკეთესო მასწავლებელი ეთანხმება. ჯო დისპენზიამ თქვა, შენი პიროვნება ქმნის შენს პიროვნულ რეალობას. ბუდამ თქვა, რასაც ფიქრობ, გახდები. რასაც გრძნობ, მოიზიდავ. უფალმა თქვა, ღმერთის სამეფო შენშია და შენი რწმენის მიხედვით მოგეცემა. ნევილ გოდარდი ასწავლიდა, შენი რეალობა უბრალოდ შენი შიგნიდან გამოტანილი შენივე არსებაა. მათ შორის არ არის წინააღმდეგობა. ისინი ამბობენ ერთი და იგივეს. შენი რეალობა არის სარკე იმის თუ ვინ ხარ შინაგანად. ეს არის მთლიანი თამაში. ეს არის ჩეტკოდი. შენ არ მოიზიდავ რაც გინდა, შენ მოიზიდავ რაც ხარ. და თუ შენ მაინც არ ხარ დარწმუნებული, საბოლოო დამადასტურებელი ფაქტი არა ბრძოლაში, არამედ სიყვარულში იქნა ნაპოვნი. ვინ არის ქალი, რომელიც შემიძლია შევიყვანო? და მე შევქმენი სია. წავიკითხე და მიხვდი მე დავწერე ანგელოზი.
ანგელოზები არ ცხოვრობენ ჯოჯოხეთში, ისინი ცხოვრობენ სამოთხეში. ამიტომ მე უნდა მეცხოვრა სამოთხეში. მე უნდა გამختარიყავ. ესია, რომ გამختარიყავი ადამიანი, რომელიც მიყვარს და დამეწყო თავზე მუშაობა. მე გავხდი ესია. მე გავაკეთე ყველაფერი, რაც მინდოდა. მე გავხდი ეს პიროვნება და ის ადამიანიც გამოჩნდა. სამყარო არ მოგცემს იმას, რაც გინდა. ის მოგცემს, რაც ხარ. ეს არის კანონი, ეს არის მთელი თამაში. შენ არ მიიღებ ცხოვრებას, რომელიც გინდა. შენ მიიღებ ცხოვრებას, რომელიც შეგეფერება. ასე რომ შეწყვიტე ცხოვრების თხოვნა და დაიწყე გახდომა იმ ადამიანად, რადაც იყავი შექმნილი.